უფრო კომიკური სიტუაცია წარმოვიდგინე. ანუ ჩვენ ვიცით რომ პირობითად გოეთეს ინსტიტუტი გერმანიის ფარგლებს გარეთ არის ფაქტობრივად გერმანული ენისა და კულტურის მნიშვნელოვანი საყრდენი, ხო? და უამრავ ადამიანს აძლევს საშუალებას რომ გერმანული გამოიყენოს პრაქტიკაში, განათლებაში, სამსახურის პოვნაში და ასე შემდეგ. ვიცით ევროკავშირის უამრავი ქვე უწყება პირობითად Erasmus+, ხო? და ეს ყველაფერი გამოაცხადა ქართულმა ოცნებამ აგენტებად სინამდვილეში, ხო? ანუ ეუბნებიან რომ თქვენ ხართ აგენტები, მაგრამ უამრავი ჩინური და ჩინეთთან დაახლოებული არასამთავრობო თუ ეგრეთ წოდებული საერთაშორისო ორგანიზაცია ფუნქციონირებს საქართველოში, მაგრამ ისინი არ ხვდებიან აგენტების სიაში. ეგაა გადაობა, რომ ანუ თურმე გოეთეს ფაუსტი არის პრობლემა, მაგრამ ის რომ ჩინეთის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ღიად ეწევა პროჩინურ შესაბამისად ანუ ადამიანის უფლებების დამრღვევ პროპაგანდას, ეგ არ ყოფილა თურმე პრობლემა და საშიშროება ჩვენი სუვერენიტეტისთვის. ანუ ფაუსტის ეშინია ტიპებს და იმის არ ეშინიათ რომ ტოტალიტარული სახელმწიფოს პროპაგანდისტები ყავთ ქვეყანაში. ანუ ეს რა არის თუ რა შიზოფრენია.